მებით მეგობრებო, ფორცე მაგზე, ეხლა უნდა გამოვცვალოთ აკუმულატორი და სანამ გამოვცვლით, მინდა გითხრათ თუ თქვენას როგორ უნდა მივხვდეთ, რომ თქვენი აკუმულატორი უკვე გამოცვლა საჭიროებს. აკვირდით ეხლა ეკრანს და მანქანა უკვე დაქუქილია. ეხლა ჩვენ როდესაც აი ამ მანქანას გავთიშავთ და თუ ჩვენ კარებს გავაღებთ, ეკრანი ავტომატურად გაითიშება. მაგრამ თუ ამ კარს არ გავაღებ, ეკრანი არის ჩართული. ეხლა დააკვირდით მეგობრებო, თუ აკუმულატორი კარგ მდგომარეობაშია, ეკრანი ჩართული და მუსიკები ჩართული, კარგ დიდხანს გაძლევს, მაგრამ თუ აკუმულატორი უკვე სლაბია, ეხლა დააკვირდით რა დაეწერება სადღაც 1 წუთის განმავლობაში. თუ ესე სისტემატიურად და ესე მალმალე უკვე გამოდის, უკვე ეს მიგანიშნებს, რომ თქვენი აკუმულატორი უკვე გამოცვლა საჭიროებს. აი ახლა კი გამოვცვალოთ ჩვენი აკუმულატორი და გაჩვენებთ დეტალურად ყველაფერს, თუ საკუთარი ძალებით როგორ შეიძლება გამოცვლა. ზოგს მარტივი გონია, მაგრამ თლათ მარტივი არ არის, რადგან ბევრმა არც კი იცის მისი აკუმულატორი სად მდებარეობს. აი ამ მანქანებს ვინც არ იცით, აკუმულატორი აქვს უკანა მხარეს, აი ამ ადგილას. ისე. ამისთვის აი ეს ნაწილი უნდა დაიშალოს, რომ მივიდეთ აი აქამდე. აგვირდით, აი ჩვენი აკუმულატორი სად არის. ხნით აი ამათ. ამასთან ერთად კიდე აი ეს არის მოსახსნელი. აი ამის მოსახსნელად ესეთი გრძელი გალუკა არის საჭირო, რომ აი აქ ჩაწვდეთ. აი ეს. აი ამას ააძრობთ. უჭკებზე არის. და ესე მარტივად უბრალოდ აი ამოწევთ აი ამას ზემოთ. ამოვიდა. ეს ძველი რაც ეყინა მეგობრებო მისი, ეს არის 45 ამპერიანი და ჩვენ ეხლა ვდგამთ 50 ამპერიანს ჩვეულებრივად მიდის ესენი, მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ 50 ამპერიანს ჩავდგამთ, აუცილებლად დიაგნოსტიკის აპარატით უნდა მივუთითოთ მონაცემები შევცვალოთ, რომ ამ მანქანაში აყენია 50 ამპერიანი და მანქანამ კარგად აღიქვას და აკუმულატორმაც კარგად ემუშაოს. აი ახლა ეს როგორც კი გამოვიღე აკუმულატორი არის შიგნით თლად კისლატის სუნი, ამიტომ ამასაც კარგად ამოუწმინდავ. რომ მსგავსი რაღაცა სუნმა არ შეგვაწუხოს. ბევრი ვერ ხვდება კიდე აი ამას, რომ შიგნით რატო დგება ეს კისლატის სუნი. არის აკუმულატორის ბრალი მეგობრებო. მოგეშეგობრება უკვე დგამთ ახალ 50 ამპერიან აკუმულატორს. და ბევრი იძახის, რომ აი აქ 50 ამპერიანის სხვა ფორმა აქვს, უფრო დიდია და აი ამ ბუდეში შიგნით არ ჩაეტევა. უბრალოდ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ჩადგათ შიგნით. ესე აი ამ ფორმით, აი ესე გაუშვებთ. შეხედეთ რა მარტივად ჩადის. всё. ეგ არის. ჩადის თუ არა? ჩადის. აქეთ პლუსი, იქეთ მინუსი. აი ხა ვამაგრებთ იმ სამაგს. ამასაც იცოდეთ როგორ სვამთ. აი ეს სწორი კუთხე არა. აი ეს ჩაჭრილი კუთხე ისმევა ეს. ჯერ პლუსი. და შემდეგ მინუსი. ავიწყეთ მონაცემების შეცვლა. ამისათვის კი იცით, რომ ეს უნდა შევაერთოთ მის ადგილზე. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს აკუმულატორის თემა. აქ ვეძებთ, აი აქ ბატონო აკუმულატორი, აი აქ. მოვნიშნავთ ამას, აქ იზმინიც ვაკეთებთ. და დააკვირდით, ახლა აი აქ ჩვენ რადგან აქ გვაქვს მეგობრებო ჩადგმული 50 ამპერიანი, აქ ვეძებთ 50 ამპერს. მაგრამ აქ არ არის 50, სუფთა 50 ამპერი არ არის. ამიტომ ჩვენ რას ვაკეთებთ? 50 ამპერთან მიახლოებულს
ჩავწერთ და დააგვირდით ახლა აი აქ მისი მონაცემებით ჩაწერილი აქვს 43 ამპერიანი. ანუ თქვენ რაც არ უნდა 50 ამპერიანი და 55 ამპერიანი აკუმულატორი ჩასვათ აქ ეს მანქანა მაინც მიიღებს 53 ამპერს, აზრი არა აქვს. რადგან ამ მონაცემებზე მუშაობს ეს, ამიტომ თუ კი თქვენ ჩასვამთ 53 ამპერიანს, მაშინ არანაირი შეცვლა არ გიწევთ აი აქ, მაგრამ თუ კიდე გეუბნებით 50 ამპერიანს თქვენ ჩასვამთ აქ, აუცილებლად აქ უნდა შეუცვალოთ ეს მონაცემები, რომ მანქანამაც და აკუმულატორმაც ესე შეთანხმებით იმუშაოს. ეხლა რადგან მე აქ მაქვს ჩასმული 50 ამპერიანი და თვითონ აქ 50 ამპერი არ არის, ჩვენ აქ ვაკეთებთ უბრალოდ მასთან მიახლოებულს მიათეს ვწერთ აგ T5 52 ამპერი არის აქ დავამახსოვრებინეთ და ვაკეთებთ ზაპის აი აქ ვიმახსოვრებთ ოკეი აი всё შეიცვალა მონაცემები ამიტომ ვობდა რეკომენდაციას უწევ ყოველთვის მის ქარხნულს რომ ეს მსგავსი რაღაცები არ მოგიწევს შესვლა ამის შემდეგ ჩვენ აქედან გავდივართ ესე ვთიშავთ აუცილებლად კიდე ვამოწმებთ თავიდან შეცდომებზე რადგან როდესაც ბლოკში შევდივართ ნებისმიერ დროს შეხედეთ უკვე რამდენი შეცდომები დაიტოვა აუცილებლად ამის შემდეგ ისევ უნდა განულდეს ყველაფერი ჩამოვყაროთ და ვაკეთებთ ძბროს ვიკლჩით ის ნოვა კლჩით და გავთიშოთ და ჩავრთოთ კი გავანულეთ ყველაფერი როგორც ხედავთ უკვე აქ შეცდომები არ არის ეხლა ამის მერე რას ვაკეთებთ ეხლა ზბროსი უნდა გავაკეთოთ და უნდა გავანულოთ ყველაფერი და აქ ჩამოვდივართ ბოლოში და სადღაც აქ უნდა ვნახოთ ზბროს სისტემა მონიტორა აკუმულატორა ბატარეა აი ნახეთ მეგობრებო აი ამას ვნიშნავთ ვაწვევით ოკეის ეხლა ამით რა ხდება? ამით ის ხდება, რომ ძველი აკუმულატორის იმ 53 ამპერიანი ქარხნული აკუმულატორის მონაცემები ჩამოიყრება და ჩვეულებრივად უკვე დაიწყება ამ ახალ აკუმულატორის ათვლა და ამ ახალ აკუმულატორზე მუშაობა. Всё. Сервис процедура успешно завершена. კი ბატონო, აქედანაც გამოვდივართ ისევ შეცდომებს მოვაძებნით თავიდან არაფერი და გამოვდივართ უკვე თავიდან ბოლომდე ამ სისტემიდან მგონი დაწვრილებით აგიხსენით ყველაფერი თუ როგორ ხდება აკუმულატორის შესვლა მარტო იყიდო ჩასვა აკუმულატორი და გაიარო და წახვიდე ეგრე არ არის კი ბატონო თუ მის ქარხნულ აკუმულატორს ჩააყენებთ ეგრე არის მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ აუ მე იცი რა 55 ამპერიანი ჩავაყენე კი ბატონო ჩაყენები ჩააყენეთ მაგრამ მაშინ თუ ჩააყენებ ამას მსგავსი პროცედურების გაკეთება მოგიწევს რაც ახლა გაჩვენეთ მე აკუმულატორების ზომით განსხვავებულია და 55 ამპერიანი ჩასმა უბრალოდ გაგიჭირდება თუმცა უპრობლემოდ მუშაობს მაგრამ მსგავსი რაღაცეების კიდე გეუბნები რომ არ დაგჭირდეთ მსგავსი პროცედურების გაკეთება ჩვეულებრივად იკითხეთ 53 ამპერიანი 45 ამპერიანი და ჩააყენეთ ის არანაირი მსგავსი რაღაცების გაკეთება არ მოგიწევთ მაგრამ თუ ერთხელ ამას შეცვლით 52 ამპერზე დააყენებთ უკვე გინდა შემდეგ 55-იანი ჩააყენეთ გინდა 52-იანი ჩააყენეთ ჩვეულებრივად უკვე იდეალურად ემუშავებს ეგ იყო მეგობრებო ყველაფერი რაც ეხა მინდოდა მეჩვენებია თქვენთვის დაგემშვიდობებით მეგობრებო კარგად იყავით მომავალში ხედავთ თუ რამე კითხვები გექნებათ აუცილებლად ამასთან დაკავშირებით დამისვით კითხვები ყოველთვის მზად ვარ გიპასუხოთ